საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, სრულიად საქართველოს ჩემს ძვირფას ქართველობას მივესალმები დიდი პატივისცემით და სიყვარულით. ამასინად ჩემს Facebook გამოსვლაში მე ვთქვი, რომ ამ საკითხს, რასაც ქვია არაბიზაციის საფრთხე, აღარ შევეხები მეთქი და ჰაბურთი და ჰამოედანი თქვენ თუ ამ საქმით სოფელს ააშენებთ, მაგასაც ვნახავ მეთქი და ერთი სიტყვით არც ვაპირებდი, რომ გამოსულიყავი და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ზედმეტი ხმაური ამეტეხა. მაგრამ როგორც ვატყობ, სიტუაცია არც ისე მარტივად არის და ვფიქრობ, რომ გაჩუმება და ხმის გაკმენდა არ ეგების. ჩემი დღევანდელი გამოსვლა უპირველეს ყოვლისა განაპირობა დილით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სარეკლამო განცხადება, მე ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებ. ეს იყო სარეკლამო განცხადება, მე არ ვიცი მას ფული გადაუხადეს თუ არა ამაში არაბებმა. პრინციპი წესით უნდა გადაეხადათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რეკლამა გაუკეთა ალაბარის სამშენებლო კომპანიას Eagle Hills, მაგრამ რომ ეს ახლა ცალკე თემაა, ნახევრად ირონიულად შეიძლება ეს აღვიქვათ, მაგრამ თლად როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს ამ პირიქით. ეგ არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რაც მან თქვა. და მე მგონი ჩვენ ახლა ჰალუცინაციები არავის არ აგვაქვს და მან გარკვევით ბრძანა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს თელი დღე ატრიალებს, დღესაც ახლა იმედი ლაივშიც ალბათ ეს ქუდომო მაგდანიკაშვილი და ფუტკარაძე ამას გააჟღერებენ, რომ არაბული სამშენებლო კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში ააშენებს 16,000-მდე ბინას და ამ ბინების 60% რომ გაიყიდოს უცხოელებზეო, სულ გამოდის ეს 9,600 ბინაო და თქვენო რა გონია თუ ეხლაო 9,600-იო ბინისო უცხოელებზეო არაბებზე გაყიდვაო საქართველოსო რამესო ავნებსო, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაშიო 60,000 ბინა იყიდეს საქართველოში უცხოელებმა, მაგრამ ვერავინ ვერაფერი დაგვაკლო. აი გეუბნები თავში ხელები წავიშინე რა. კი, მაგრამ ესენი საქართველოს დასაქცევად არიან მომდგარნი თუ რა, ასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ესე იგი, კაცი ქვეყნის პირველი პირი, გასაგებია რომ პირველი პირი არ არის და პირველი პირი ბიძინა ივანიშვილია და ესენი არიან ნამესტნიკები რა და ამათ არავინ არაფერს არ ეკითხება საერთოდ, მაგრამ კაცი გამოდის და ამბობს, რომ 60,000 ბინა გაიყიდა საქართველოში უცხოელებზეო და ამანო ვერაფერი დაგვაკლო და 9,600 ბინა თუ გაიყიდება კიდევ ეს რას გვიზამსო? ხო მაგარი პოზიცია, ძვირფასო მეგობრებო. ხო არის მამულიშვილის პოზიცია, ხო არის ქვეყანაზე მოფიქრალი კაცის პოზიცია, ხო არის იმ კაცის პოზიცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობა ეკუთვნის, ბრძოლით დაისაკუთრა, ხალხმა დაუჭირა მხარი, აირჩიეს. მე გეტყვით პირდაპირ, რომ ეს არის ღალატის პოზიცია, ეს არის ქვეყნის დაქცევის პოზიცია, ეს არის ყორღანასძის პოზიცია, ეს არის შადიმანის პოზიცია, ეს არის ჯაბა იოსელიანის პოზიცია, ეს არის თენგიზ კიტოვანის პოზიცია და არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ესენი ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის ბუნაგიდან არიან გამომძვრალნი და იქედან მოდიან ესენი. ჩვენ ხო ვიცით საიდანაც მოდიან ესენი. ესე იგი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი და სამთავრობო გუნდი, როგორ ჩანს ცხოვრობს კოლბაში, ესენი არც ავტობუსებში რა ხდება არ იხედებიან, არც სამარშრუტო ტაქსებში რა ხდება არ იციან
და იბრმავებენ თვალებს, ან მეტროში რა ხდება არ იციან და დაჩემებული აქვთ ეხლა ამოჩემებული აქვთ, აკვიატებული აქვთ. აი როგორც ესე იგი, აი ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი ტერმინი პერსევერცია ქვია და ესეთი აკვიატება აქვთ. რომ აი ესე იგი ამოჩვენ რომ აი ვარ ჩვენ ესე იგი ქსენოფობები. ეს მთელ საქართველოს აცხადებენ ქსენოფობებად. და სამაგიეროდ ვინ ყოფილან კაი ტიპები? სამაგიეროდ კაი ტიპები ყოფილან ეს სააკაშვილის პროსტიტუტი, არქის მფლობელი ილია წულაია, რომელიც ნაცმოძრაობას აფინანსებდა. და ეხლა კიდე კერღოლაძე თუ კორღალაძე თუ ვიღაცა გამოიყვანეს, დღეს უნდა იყოს არ ვიცი ვინ არის ის ორბის მფლობელი. ორბი კი არა, მაგას უნდა ერქვას შენახარ სვავის დირექტორი. სვავის დირექტორი ხარ შენა, ორბის დირექტორი კი არა. შენს კომპანიას უნდა ერქვას სვავი. და აი ეს დეველოპერები დაღუპავენ საქართველოს რა, ამათ აყავთ ამათ შემოხიზნეს ის უცხოელები, სწორედ. ესენი ყიდიან იმ უცხოელებს, ამ ბინებს, თორე სად არის ამდენი ქართველი საქართველოში ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ ესე იგი, მე გაოგნებული ვარ რა, მე ესეთი ჩვენ ეხლა იცით როგორი სიტუაციაა. ჩვენ ამათ ხარს უჭერდით ეხლა ესენი რა ბედოვლათები და ხვითოებიც არიან, ჩემზე უკეთესად შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ეს სააკაშვილის გარყვნილი და მოღალატე რეჟიმი რო არ მოbrunებულიყო, ეს გარეწრები რო არ მოbrunებულიყვნენ, ეს სამშობლოს მოღალატეები და საქართველოს ტერიტორიების და საქართველოს სტრატეგიული სიმდიდრეების ჩამბარებლები რუსებზე. ჩვენ ეს რო არ მომხდარიყო, ამიტომ უჭერდით ამათ მხარს. და ესენი უარეშვრებიან, კაცო, გეუბნებით, ეხლა აქ მეგის ქარდავა გაგაუპატიურებს, მითი, რა ქვია, პრეზერვატივიანი დუბინკი თუ ისა ალაბარის არაბები რა მნიშვნელობა აქვს მაგას? მე გეუბნებით, რომ ეს პროცესები საქართველოში დაიწყება. რაც ხდება შვედეთში, რაც ხდება ლონდონში, რაც ხდება პარიზში, რაც ხდება ევროპის უმეტეს ქალაქებში, ესენი არ არიან მომძლავრებული ჯერ საქართველოში, მაგრამ როგორც კი მომძლავრდებიან, შექმნიან ძალადობრივ ჯგუფებს და ბავშვებს ვერ გამოუშვებთ ქუჩებში. ესე იგი, პირდაპირ აცხადებს კაცი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ 60,000 ბინა გაიყიდა უცხოელებზეო და მაგა ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვიქმნაო და 9,600 თუ გაიყიდებაო არაბებზეო, ეგო რას გვიზამსო? მე გაოგნებული ვარ, გეუბნებით რა, ესენი ან არ არიან ჭკუაზე, ან რაღაც დალიეს ამათ, ან რაღაცა მოწიეს. ესე იგი, მთელი მსოფლიო ზრწის და კანკალებს არაბული საფრთხის წინაშე. ისეთი დიდი ერები და დიდი სახელმწიფოებიც კი, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია, აწყობილი, დავარცხნილი, აშენებული, დამშვენებული ეკონომიკის ქვეყნები, ჩამოინგრა და განადგურდა უკვე, კაცო. პარიზი იქცა საღორეთ. შვედეთში საღამოს ქუჩაში ვერ გაიყვან შვილს. თეთრკანიანი რო დაინახონ შეიძლება გააუპატიურონ მაშინვე. ხო და ესენი იძახიან რომ რა 60,000 ბინა გავყიდეთ უცხოელებზეო და ეგო არაფერიო და 9,600 ეს არის თქვენი სახელმწიფოებრიობა და ასე უნდა იქცეოდეს და ასე უნდა ლაპარაკობდეს მამულიშვილი. აქეთ ეს გოგა ხაინდრავა გამოდის, ეს სამარცხვინო კაცი, ეს სისხლიანი კაცი, ეს ნარკომანი, ეს გარეწარი, ეს შევარდნაძის ესე იგი საწოლში ნაკოტრიალები და ყველა საწოლში ნაკოტრიალები ეს პოლიტიკური პროსტიტუტი და გაიძახის რომ არაბებიო 300 წელი მართავდნენო საქართველოსო და რაო წაიღესო მიწა მოიკიდეს ასეთი პრიმიტივიზმი, ასეთი უწიგნურობა, ასეთი გაუნათლებლობა, ასეთი სიშტერე, სიბრმავე, მაგრამ არა ბატონებო, ესენი არიან აგენტები, კაცო. ესენი არიან ქვეყნის მტრები, ბეჭედასმული მტრები არიან. ესე იგი 300 წელიო იყვნენ არაბებიო, ხაინდრავა იძახის. ხაინდრავები მე მყავს ძალიან ახლობელი ხალხი, ძვირფასი ხალხი და ვენაცვალე მე იმათ და მე გვარს არ შევეხები არა 1000 წელი და 100,000 წელი რა. მაგრამ ეს ხაინდრავა კი არა, რასაც ეძახიან ის არის ნამდვილად რა და მაგას
ცოტნე გამსახურდია მუწოდა კარგი სახელი თქვენ მოგეხსენებათ და ეხლა მე არ ვიკადრებ მაგის განმეორებას ხო და მაყურებელს და ჩემს ძვირფას მკითხველებს და ჩემს ძვირფას სტუდენტებს პატივს თორე თქვენ ცოტნე გამსახურდია ბატონო გოგა თქვენ სულ წაწყმედილო და თქვენ სამშობლოს მოღალატე უწიგნურო და ნარკომანო რა ჯერ ესეთი 300 წელი არ ყოფილან არაბები საქართველოში 400 წელი იყვნენ ეს ერთი მერე მეორე და ის არაბები აქ რო შემოვიდნენ და ის ინვესტიციები შემოიტანეს მაშინ აბა მაშინ ისთვის დაიწერა აბოთბილელის წამება აბა მაშინ ისთვის ეწამა დავით და კონსტანტინე არგვეთის ერისთავები ნუ ერთ-ერთი ვერსიით გვარად ფხეიძეები მაშინ რა ხდებოდა მაშინ გრიგოლ ხანძთელს რა ომები გადახდა მაშინ აშოტ დიდი ყურაპალატი ვის შეეწირა და რა შეეწირა მაშინ ერსე ერისთავი ვის ებრძოდა მაშინ აბულ კასიმ ისმაილისის აბუსადის ლაშქრობა 914 წელს და ყველისიხის პატრონის გობრონის გმირობა იქ ის რა იყო მე გაოგნებული ვარ ესე იგი უტვინო ესეთი უსირცხვილო ესეთი უსინდისო ესეთი აი ყველაფრისგან გარეცხილი კაცი გოგა ხაინდრავა გამოდის და დღეს ეხლა ამას ბიძინა ივანიშვილს გონია რომ საქმეს უკეთებს გოგა ხაინდრავა პირიქით მკვდარს და ცოცხალს გაგინებენ ყველანი აი ამ კაცის გამო და გაწიეთ ეს კაცი და ან პირში რაღაცა ჩაასხით და დაადუმეთ რა ოქრო უყვარს მაგას და ადუღებული ოქრო ჩაასხით პირში სხვათა შორის ოსმალეთის იმპერიაში იყო დასჯის ერთ-ერთი მეთოდი და ბატონო ბიძინა ოქრო თქვენ არ გიჭირთ აგერ არ ემჯიგავთ რაღაცები ააფეთქეს ნახევარი საქართველო აადუღეთ 1.5 კილო ოქრო და ჩაასხით მაგ კაც პირში რომ გაჭუმდეს გემაინც რა აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აგვაშენა აფხაზეთში და ეხლა არაბების ჩამოსახლების საკითხში გახდა ექსპერტი ეს გარეწარი ეს ნაძირალა ეს სულგაყიდული და თახსირი ჩამპალი ნარკომანი ეს გარეწარი მე არ ვიცი ეს ვინ არის ვისი გაკეთებულია და რა ხაინდრავა არის თუ ვინ არის რა ქვია მაგრამ ეგეთები ამათ ეგეთების ფეხქვეშ ქართული მიწა უნდა იწოდეს რა მე არ ვიცი აი გაოგნებული ვარ აი აპათიაში ვარ ჩავარდნილი რას ლაპარაკობთ ხალხო ან მრჩეველი აიყვანეთ ან ვიღაცას მოусმინეთ ან ერთმანეთს მოусმინეთ ან ესე იგი გამოდიან ახლა ეს იმედის ჟურნალისტები ნაციონალებია ნახევარზე მეტი სააკაშვილის ისინი სურათები უდევს გულიჯიბეში 80% ხო ვიცი ვინც არიან ესენი რა ხო ვიცი სააკაშვილმა და გივია თარგამძემ რომ ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი რომ მოკლეს გაყიდეს და ერთ კვირაში რომ $120,000 კრედიტები დაფარეს მიშამ დაუფარათ პული გადაუხადეს ყველას გვარები და სახელები ცნობილია ამოიღეთ მათი საბანკო ისტორიები როდის მოკვდა ბადრი პატარკაციშვილი და იმედის მაშინდელმა ჟურნალისტებმა ცნობილებმა რამდენი ათასიანი კრედიტები დაფარეს უცბად საქართველოს ბანკში და TBC ბანკში და მიხვდებით რატომ მოკლეს ის კაცი როგორ გაყიდეს ამ თახსირებმა იმედის შენობის თავზე რო ადიოდნენ მორიგეობით და განცხადებებს აკეთებდნენ და საწოდავი კაცი მოკლეს გამოუშვა იქედან თავისი მიმართვა გამოუგზავნა თარგამაძე ვირთხას და თარგამაძეს ეუბნებოდა რომ რატო არ უშვებოდა ამან აიღო და ჩანაწერი ვანო-ბერაბიშვილს მიუტანა მერე იქ დასწნენ იმაში რა ქვია კუდში თუ კუდიანებში თუ რაც იყო მაგათი ორგანიზაცია დაამონტაჟეს გაუშვეს ესე იგი მიაჭრეს მოაჭრეს მიაკერეს მოაკერეს მიაწებეს გადააწებეს გაუშვეს და მერე კაცი მოკლეს რა და ეხლა ესენი არიან ჩამორიგებულები იმედი 1-ში იმედი 2-ში იმედი 3-ში იმედი 5-ში იმედი 6-ში სამარცხვინო ხალხი სამარცხვინო ყველას მე არ ვეხები რა თქმა უნდა რა და გამოდით ერთი მოიყვანეთ ქალბატონი ბაია ამაშუკელი მოიყვანეთ ქალბატონი ბაია ამაშუკელი და მოაყოლეთ იმედში რომ მოვიდა მეორე დღეს ქალბატონი ნანა პატარკაციშვილი ბადრი პატარკაციშვილის და რატო ეძახა გიორგი თარგამაძეს ვირთხა მოიყვანეთ ქალბატონი ბაია უმშვენიერესი ქალბატონი ბატონი რეზო ამაშუკელის კალიშვილი და მოგიყვებათ ის თვითხილველია იმის ეგენი ხო არ მოყვებიან ეხლა დედაჩემიო ისე რა ფეხსუსტი ქალიაო მაგას ხო არ იტყვიან არა თვითონ და ქალბატონი ბაია და გიქსხვებიც არიან ისე წესიერი და ღირსეული ადამიანები რომლებიც ამას იტყვიან ეს გაყიდული ხალხი ესე იგი თურმე ილია წულაია ყოფილა პატრიოტი ნაციონალებს რო აფინანსებდა და მიშას ფულებს ურიცხავდა
ეს ბუნების გარემოს დაცვის მინისტრი რო არის სონღულაშვილი, სააკაშვილის ერთ-ერთი დამფინანსებელი, ეს ყოფილა თურმე ქვეყანაზე შეყვარებული და დიტო ჩუბინიძე და ჩემნაირები ყოფილან თურმე deep state-ის აგენტები და ქვეყნის მტრები. მე ვნახავ მალე თქვენ სეირს რა. მალე ვნახავ თქვენ სეირს. ძალიან მალე. თქვენ სეირს ვნახავ ძალიან მალე. თქვენ ის ბიჭები ხართ. ერთმანეთს რო აქებდით და უსაპნოთ უძრებოდით და ეხლა დაფეთებული ხართ ვირთხებივით. 350 მილიონი დოლარი მიატანინეს რიჟვაძეს. მიატანინეს რიჟვაძეს. და რამდენი მიიტანეთ. და მაგითი რო იყიდეთ თანამდებობები. თქვენ ხო არ გონიათ ბიჭო რო ვინმე რამე არ იცის. ჩვენ ნაციონალები არ გვინდა ეს გათახსირებული სააკაშვილი მოეთრეს, თორე თქვენ ვინა ხართ საერთოდ ეგ კიდე საკითხავია რა. ვადამდელი არჩევნები ჩაატარეთ ქვეყანაში. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეთ ქვეყანაში. გააკეთეთ რაც გინდათ იქ გასაგებია ხალხის ძალა არის თუ იმის ძალა არის რა და ამის ძალა არის დაარქვით რაც გინდათ ვადამდელი არჩევნები ჩაატარეთ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს პარლამენტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ხელისუფლება არის აბსოლუტურად კორუმპირებული. ყველა მინისტრი კორუმპირებულია. ყველა მინისტრი კორუმპირებულია. თქვენ ხო არ გონიათ რომ სხვანაირადაა საქმე. და ბიძინა ივანიშვილს კაცი აღარ დარჩა. ჭიხაწლის მიმწოდებელი. ხვდებით თქვენ რა ხდება? ყველა ვინც იყო ირაკლი ღარიბაშვილი, მაგისი ყველაზე ერთგული კადრი სამარცხვინოდ მოექცნენ და რა უქნეს ხო ხედავთ. ერთადერთი ეხლა მანდ არის სერიოზული ფიგურა მამუკა მდინარაძე. არა იმიტომ რომ სუსის უფროსია. გინდა სუსის უფროსი იყოს, სულ არ მაინტერესებს აბსოლუტურად. რა გინდა სუსის უფროსი იყოს და გინდა ტყემლის ჩაბარების პუნქტის გამგე. აბსოლუტურად არ მაინტერესებს რა. ერთადერთი სერიოზული კადრი ეხლა დღეს მანდ არის. რაღაც არ ყევა რომ მოხდეს ქვეყანაში. კაცი არ არის, ვისაც შეიძლება ქვეყანა დაეხმოს. აი ეგ არის მარტო დარჩენილი. დანარჩენები ვინ კაცო? არ მითხრათ ეხლა მათიკაშვილიო რა. მამამისი რო სააკაშვილს დაძდევდა, არიქა გინდა თუ არა დიდი ქუდი უნდა დაგახურო ბატონო მიხეილ თავზეო რა. ჩვენ ხო ვიცით ეგ ამბები არა. ეგ კინო ხო ჩვენ ნანახი გვაქვს. და ჯერ ესეთი რამდენია რა ამბავი ამდენი კურსელების მოყვანა ხელისუფლებაში. ბატონო ირაკლი კობახიძე თქვენ გეუბნებით. მაკაბოჭორიშვილი, მათიკაშვილი, ესენი ყველანი თქვენი კურსელებია და რა ხდება? სხვა არავინ არ არის ისა ნორმალური და ჭკვიანი საქართველოში კურსდამთავრებული თუ რა აქცება და აუბედურება ხდება. და კიდე ის მაინტერესებს ძალიან რა. ეს ჭკვიანი ბიჭი რო გადამალეთ და გადაკარგეთ ანრი ოხანაშვილი სად წაიყვანეთ? ის ძალიან წესიერი ბიჭი იყო სხვათა შორის განათლებული და არა კორუმპირებული. და სად გაუშვით ის კაცი? რატო გააგდეთ? გაგდებულია ის, აბა რა არის ახლა ეს არის საპენსიო თანამდებობა, რა მრჩეველი, რისი მრჩეველი კაცო. ეგ არის საპენსიო თანამდებობა. რატო გადამალეთ ის ბიჭი? ხელი შეგიშალათ რაიმეში თუ რაში ესაქმე? ასე რომ მე არ ვიცი, მე არ ვიცით მაგრამ აი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ თქვენ თუ მაგ საქმით სოფელს ააშენეთ, მაგასაც ვნახავ რა. ხო და მე ეხლა იცით რას გეტყვით? ჩემი შვილი, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით რა. ჩემი შვილი რო იყოს, ჩემი შვილი, შვილები, ორი მყავს შვილი. იქ სადაც საქართველო იქნება, აი ხელი არ ამიკანკალდება რა. აი ხევისბერი გოჩა გავხდები მაშინვე რა. არ მაინტერესებს აბსოლუტურად. არც თქვენი დიპლომები, არც თქვენი განათლება, არავინ არ არის თქვენზე ნაკლებად დიპლომიანი, თქვენზე ნაკლები დოქტორი და თქვენზე ნაკლები განათლება არც არავის არ აქვს. მთელი ჩემი ცხოვრება გათახსირებულ შევარდნაძეს და სააკაშვილს ვებრძვი და თქვენ მე იქ ჩემ გვერდით არ მინახი ხართ, არავინ. ყველანი იყავით ძმაო, მომჯდრები და ხან გერმანულ გრანტებზე ისხედით და ხან სოროსის ძუძუ ქონდათ პირში ჩადებული და ხან იუსაიდის ისა რა ქვია კერტები. არ მინახი ხართ, აკეთებდით ფულს. ფულს აკეთებდით მთელი ცხოვრება. ხო და საიდან მოდიხართ, რომ კიტოვანიდან და სიგუადან და იოსელიანის ბუნაგიდან რომ მოდიხართ, ეგ მე გითხარით.
აი გაოგნებას ვერ მალავ არ ვაპირებდი, მაგრამ ამ კაცის გამოსვლამ დღეს ამჭრა ჭუიდან რა გეუბნებით. გამოვიდა და ჩვენო 60,000 ბინა მივყიდეთ უცხოელებსო და რა უჭირს ახლა 9,600 ბინა თუ გაიყიდება, რა ვინ გადაგვაჯიშებსო. წაიკითხეთ მხცოვანი პროფესორის წინვალე პიროვნების ბატონი ანზორ თოთაძის დემოგრაფია ის კაცი. თქვენ გონიათ თქვენი თავი პროფესორები მარტო და სხვა პროფესორებიც ჯერ განათლების რეფორმაში რას აპირებთ ბიჭო თქვენ? რას ხლართავთ და რა შენობები უნდა გაყიდოთ თქვენ თავი ხო არ მიარახვეთ რამე შემთხვევით და მერე წაიკითხეთ ამ კაცის გამოკვლევები რა დემოგრაფიული მდგომარეობაა საქართველოში ქვეყანა თავზე გვექცევა თქვენ ოჯახ აშენებულებო ანუ ფაქტობრივად აპრიორი ამან უკვე გვითხრა ჩვენ რომ 9,600 ბინა გაიყიდებაო და 9,600 ბინა რო გაიყიდება თქვენ ყიზილბაშებო თქვენ აზროვნებით ყიზილბაშებო. ჯერ არ მინდა ახლა ხორციელად ყიზილბაშებად გამოგაცხადოთ, მაგრამ მალე გამოცხადებით თუაზე აზროვნებით ყიზილბაშებო. 9,600 ბინა რო არაბზე გაიყიდება და უცხოელზე გაიყიდება. აი ბებიაჩემა იცოდა ცხონებულმა იუსტინა დიაკონიძის ქალმა თქმა დედა ბოჭოულად მრავლდებიანო სოფელში. დედა ბოჭოულად რომ მრავლდებიან ესენი და ოჯახი რო სტანდარტული გათვლით დემოგრაფიაში 5 კაცზე ანგარიშდება და 9,600 რო 5-ზე უნდა გაამრავლოთ. რამდენი გამოდის? 60,000 თუ მეტი რო გამოდის. ხო და მე ის 60,000 რო 5 წელიწადში რო 120,000 იქნება, ეს იცი თქვენ? ამაზე ფიქრობთ თქვენ? აი არ ვიცი რა გითხრათ, არ მინდა კიდე რამე დამწდეს კაცო. ფიქრობთ ამაზე? და ვინ არის ეს ნაციონალები გამოგყავთ, ეს ნაცების პროსტიტუტები გამოგყავთ ტელევიზიით და იძახიან, რომ აი ესენი არიან უცხოელების მიერ დაფინანსებული და ქსენოფობიური რიტორიკა. რა ქსენოფობიური რიტორიკა, რას ლაპარაკობთ თქვენ უსინდისოებო თქვენა. თქვენთვის სულ ერთია ძმაო, 1000 ვინმეს კარაოტში ხართ ნაკოტრიალები და არის ხალხში საქართველოში პატიოსანი კაცი ხალხი კაცო. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეხლა მეგის ქარდავა და ისა რა ქვია კოხტაკოდუა გააუპატიურებდა ამ ქართველობას თუ არაბები გააუპატიურებენ, რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს მაგას? და არ მითხრათ ეხლა ეგ არ იქნება. იმიტომ რომ არ გასწორდებაო კუდი ძაღლისა და არცა კირჩხიბი იწევს მართლაც სვლას, იმიტომ რომ ეგენი ასე იქცევიან, ასე შვრებიან, ასე ცხოვრობენ. სადაც კი შევიდნენ ესე გააკეთეს. ასე გააკეთეს შვედეთში, ასე აკეთებენ ლონდონში, ასე აკეთებენ პარიზში და აგერ გოგა ხაინდრა ვაყავთ ისა რა ქვია, დიდი ისტორიკოსი და დიდი მოაზროვნე 300 წელი არაბები იყვნენ რო კაცო აქო, მაგრამ რაო მიწა წაიღეს და მოიკიდესო. აი ასეთი დეგენერატი რო გეყოლება. თან ნარკომანი. და ესეთი კაცი არის დარბოდა მერე ყვავილებით სალომე ზურაბიშვილის ასარჩევად. ყვავილებით და ბუკეტებით. და ის ყვავილები უნდა შემოატრიალო და ხო და რაც უნდა გაუკეთოთ, მაგას იცით თქვენ ალბათ ყველამ რა. ეს გათახსირებული ესა გარეწარი. მე არ ვიცი, კე მაინც ადექი ბიძია და შუბლზე დაიწერე გოგა ხაინდროვა შენ გეუბნები პრობკა. კაცი შენ არა ხარ და დაიწერე რომ ხარ პრობკა და კე მაინც ბავშვებს მაინც ეწოდინება რომ პრობკა ხარ რა. შეიძლება ბიჭო შევარდნაძე შეუძრე, სააკაშვილს შეუძრე. ესე იგი, ცხონებული ბადრის კლასელი ვარო და მე როგორც ვიცი, მილიონ ევროიანი ისა რა ქვია, кейსი მოკიდა ხელი და სადმი გაგეგაოდა ეგო მე მაჭუკა მაგანო და წაიღო სახში. მე ასე ვიცი. ბადრი ჩემი კლასელი, იმის კლასელი ბიძინა მაგის ახლობელია, ის ამის ახლობელია, ეს ყველა სახლობელი ეს პრობკა. დაიწერე შუბლზე პრობკა. ხო და კემაინც გვეწოდინება რა, მე კი ვიცი შენ მიცა ხარ, მაგრამ ბავშვებმა იცოდნენ კემაინც რა. ნუ აი ეს არის ჩემთვის რა ახლა, მე დანარჩენი რაც კიდათ ისკენით, ასე გიქნიათ ხო, ისა არაბები კი არა, ნიანგები ჩამოგისახლებიათ მანდ რა. მეტი რა გითხრათ ახლა. მე მინდა რომ ქართველობას მოუწოდო, რომ აი რაღაცა ეხა პოლიტიკურ სპექტრს რო გადავხედოთ თვითფასო მეგობრებო. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი არის დაბინძურებული. დაბინძურებული არის ეს პოლიტიკური სპექტრი.
მე იმას კი არ ვამბობ, რომ ახლა ვინც არის ყველანი ბინძური არა, ბატონო, მაგას როგორ გეკადრებათ, მე მაგას არ ვიკადრებ არავის, მაგრამ სპექტრი თვითონ არის დაბინძურებული. ამათ იმდენი გააკეთეს ამ ნაციონალებმა და მკოციონალებმა, რომ ყველა გასვარეს. ის 1200 პაკეტი რო იყო იქ, რა ქვია, ლილვაშვილის ახლობლის ბინაში რო იპოვეს და ფულები რო იყო შიგნით კონვერტებში. ხომ ვერ მეტყვით ის ვისთვის იყო განკუთვნილი. და ის კონვერტები კი არ გადაუყრია ვინმეს, ის კონვერტები კიდე რიგდება. ცნობისათვის რო იცოდეთ თქვენ. ხო და აი ეს ხალხი არის დღეს რო ენებია გადმოგდებული, იმ კონვერტის მიმღები ხალხი, ძირითადად. და ეგენი არიან რო ენა გადმოგდებულები ლაპარაკობენ დღეს რო ახლა კაიაო არაბები თუ ჩამოესახ მიწას ხوار მოიკიდებენ ზურგზეო, როგორც ეს სულელი გოგა ხაინდრავა ეს ნაძილალა როგორც ლაპარაკობს, ეს უწიგნური. ეს უწიგნური. წიგნი არ აქვს მაგას საკითხული რა. მაგას აქვს საკითხული კგბ-ს ინსტრუქცია, როგორ უნდა მოექცეულიყო 9 აპრილს, როგორ უნდა მოექცეულიყო პუტჩის დღეებში, როგორ უნდა მოექცეულიყო 6 იანვარს მეტეხის ხიდზე, როგორ უნდა მოექცეულიყო ცხინვალში. იქ როგორც ამბობენ, ეგრეთ წოდებულ წამლის კაიფში ჩაიკაკა და ააყროლა მოლაპარაკების სივრცე და გამოაგდეს იქიდან. აი ეგ არის თქვენი მორალი, ეგ აკავთ გვერდით. და ღმერთმა ნუ მოგიშალოს ეგენი რა და ეგ ყავდეთ და საქართველოს გაანებეთ თავი კაცო. ასე გიქნათ გულზე ჩამოგიკიდიათ ეგა და ეგეთები კიდე. მე გეუბნები თქვენ რომ დაანებეთ ამ ქვეყანას თავი და წადით ბიძია ფული ბევრი გაქვთ და სადაც გინდათ არაბები იქ წაიყვანეთ. შეეშვით რა ამ ქვეყანას რა. აქ არ მოხდება კარგი ამბავი, მე თქვენ გეუბნებით რა. არ მოხდება აქ კარგი ამბავი, არა. და ეგ თემა თქვენ გადაგიყოლებთ. მე იმაზე წინათაც თქვი და ახლაც ვნერვიულობ. მე იმას განვიცდი, რომ კიდე ეს გათახსირებული ნაცები არ მოათრიოთ თქვენ ხელისუფლებაში. აგერ აკავთ ილია წულაია, ნაცების დამფინანსებელი, თქვენი არღნით ჭიტი არის. და ეხლა კიდე კერღოლაძეო თუ რაღაცა გვარი არის რა. ვიღაცა ორბის თუ სვავის ხელმძღვანელი რა. სირცხვილია და დაფიქრდით რა საკეთებთ რა. გამოიყვანეს მთელი საქართველო ქსენოფობებად რა და ის არის თურმე ის რა ქვია. ეკითხებიან ამ სულ გეგელიას და ვიღაცებს რატო ხარ წინა. მე მკითხეთ, მე მკითხეთ. და ჩემნაირებს კითხეთ. არა გაქვთ თქვენ ჩვენთან მოსასვლელი პირი და იმიტომ რა. კარგად იყავით.